შეწყალების განაცხადებს იბარებთ თუ არა მაინტერესებს? Მაინც სახელი როგორ მოგმართ? ნატა. დიახ, ალბათ ნატა, განაცხადებებს ვიბარებთ. და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როდის იქნება შეწყალება? არა, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს. ყაველაშვილის ადმინისტრაცია განცხადებებს იბარებს, მაგრამ ვერ გასცემს ინფორმაციას. როდის გაუღებს ქართული ოცნება ციხისკარს შეწყალების მომლოდინე ათასობით მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი ყაველაშვილის ხელმოწერით ბოლოს 19 იანვარს გამოიცა. მას შემდეგ თითქმის 6 თვე გავიდა. აღდგომამაც და გიორგობამაც ისე ჩაიარა, რომ მიხეილ ყაველაშვილს არც ერთი პატიმარი არ შეუწყალებია. რა მოხდა? რატომ აღარ აძლევენ პრეზიდენტს პატიმრების ციხეებიდან გამოშვების უფლებას? ოფიციალური პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თუმცა ვრცელდება ვერსიები. ერთ-ერთის თანახმად, ბოლო შეწყალებისას სიაში ისეთი პირები მოხვდნენ, რომელთა გათავისუფლებაც ქართული ოცნებისთვის სიურპრიზი იყო. ამას კი ფაქტობრივად შეწყალების უფლების შეჩერება მოყვა. აი პატიმრების ოჯახის წევრებს რას ეუბნებით, როდის იქნება შეწყალება? ქალბატონთა დამატების აიცეთ კონკრეტულ დეტალურ კითხვებზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ. თუ გაქვთ განცხადება, შემიძლია ჩავიბარო. შეწყალება არ არის. არ არის არც ამნისტია. ჩაკეტილია ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმიც. კომისიის გადაწყვეტილებით გარეთ მხოლოდ ერთეულები გამოდიან. ამ დროს კი ციხეები პატიმრებითაა გადავსებული. ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი დაკავებების შედეგები ციფრებში საქსტატმაც ასახა. 2026 წლის მაისის მონაცემებით საქართველოს ციხეებში სასჯელს 12135 ადამიანი იხდის. განსაკუთრებით რთული ვითარება ქსნის ციხეშია, სადაც დასაშვებზე 57%-ით მეტი პატიმარია შესახლებული. გლდანში ეს მაჩვენებელი 32% შეადგენს, ხოლო ქუთაისის მეორე ციხეში, საკრებში განთავსებულთა რაოდენობა limits 30%-ით აჭარბებს. დაახლოებით იყო 8600 პატიმარი ქართულ ციხეებში. დღევანდელ მონაცემებს რო შევადარო, დაახლოებით 40%-იანის დაგვაქვს მთლიანი პოპულაციის 12110 და პატიმრების რაოდენობა და ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ეს ხალხის ციხით დაშინების პირდაპირი შედეგია. 2025 წლის იანვართან შედარებით პატიმართა რაოდენობა თითქმის 40%-ით არის გაზრდილი. ეს სწორედ ის წელიწადნახევარია, რომელიც საზოგადოებამ ტოტალური რეპრესიების პერიოდად მონათლა. ხედავთ, რომ ხდება უმეტეს შემთხვევაში პატიმრობის გამოყენება. ეს ეხება როგორც ეკონომიკურ დანაშაულებს, ეხება ეს ასევე ნებისმიერ სხვა ბევრი მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ უფრო გამკაცრებულია სისამართლის პოლიტიკა. მოსამართლეებიც ნაკლებად იყენებენ პატიმრობის გარდა სხვა სასჯელს. შემცირებულია იგივე როგორც საზოგადოების სასარგებლო შრომა, ან ჯარიმების, ან სხვა არასაპატიმრო სასჯელების გამოყენება. ქვეყანა დაჭერების ტელესერიალს უყურებს. ყოველ დღე სხვადასხვა ბრალდებით სულ უფრო მეტი ადამიანის დაკავების ამბავი ისმის. ივანიშვილის პარტია, რომელიც წინა ხელისუფლებას ციხეების გადავსების და პრობაციონერთა რეკორდული რაოდენობის გამოაკრიტიკებდა, დღეს ზუსტად იგივე გზას ადგას. უკიდურესად შემცირდა ვადაზე ადრე გათავისუფლებული პატიმრების რიცხვიც. ყოფილი სახალხო დამცველი გვიყვება, რომ კომისია, რომელიც საქმეებს განეხილავს, განცხადებებს უბრალოდ აღარ აკმაყოფილებს. თუ ახლა მაგალითად შევადარებთ მონაცემებს 2019 წელს მაგალითად 1279 პატიმარი იქნა განთავისუფლებული პირობით ვადამდე. გასულ წელს 2025 წელს მხოლოდ 195. ანუ რამდენად შემცირდა, ხო, თუნდაც ეს, ხომ, 1200-დან 195-მდე შემცირდა პატიმართა რაოდენობა წლის განმავლობაში, რომელიც ვადამდე ადრე განთავისუფლდა პირობით. ანუ ის რომ რეალურად აღარ ხდება გამოყენება თუნდაც პირობით ვადამდე განთავისუფლების, აღარ ხდება შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება და თუ ხდება შერჩევით და გაუგებრად, რომელიც არანაირი გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და პატიმრებს პრეზიდენტი როდის იწყალებს და როგორ პრინციპით გაუგებარია საზოგადოებისთვის, არანაირი კომისია შეწყალების პრაქტიკულად აღარ არსებობს. პატიმარს პირობითად უშში 5 წელს და თუ ის მაგალითად ნახე რომ 3 წლის თავზე გამოსწორებულია, ბევრ სოციალურ აქტივობაშია ჩართული, რესოციალიზაციის პირობებს აკმაყოფილებს, უნდა არსებობდეს შესაბამისი პირობები იმის, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს. ეს ზოგადად ციხის მართვისთვისაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ პატიმრებს თუ ეცოდინებათ, რომ ეს მექანიზმი კარგად მუშაობს და თუ კარგად მოიქცევიან პირობებს შეერთვებიან, რა თქმა უნდა, ციხეში სანიმუშო ყოფაქცევას ექნება ადგილი და ციხის მართვას უფრო ისედაც გაამარტივებს და პატიმრებისთვისაც უფრო სამართლიანი იქნებოდა.
რა მიზანს ემსახურება ციხეების გადავსება? უჩენანუაშვილი, რომელიც ომბუდსმენად ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაამტკიცა, მიჩნევს, რომ მართლ გუნდს ადამიანები ფაქტობრივად მძევლად ყავს აყვანილი, რათა ციხის შიშით პროტესტი ჩაახშოს, ხალხი გააჩუმოს და ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. თავარი უნდა ყოფილიყო ადამიანი, მე ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ დელი ასე თქვა ის ლოზუნგი ხელისუფლების და ჩვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად საპირისპირომდე მოვედით ჩვენ, როდესაც ადამიანი დავიწყებულია, ადამიანის უფლებები არის დავიწყებული, ის ინდივიდუალური მიდგომა თუნდაც ამ ნაწილში და პრაქტიკულად არის რეპრესიული რეჟიმი. ანუ ხელისუფლება იყენებს პენიტენციურ სისტემას როგორც ერთგვარ დასჯის მექანიზმს და ბოლო წლებში სწორედ აქეთკენ მიდის ყველაფერი, რომ იყოს ერთგვარი შიში საზოგადოებაში. უკვე ხვალიდან 4 შვილის მამა ირაკლი ნადირაძე ახლა გლდანის ციხეშია. ის 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერია. გარე სამყაროსთან დაკავშირების და ზარის განხორციელების უფლება ნადირაძეს მხოლოდ ახლახანს მისცეს. მოვლენებს ის სხვა თვალით უყურებს და ფაქტებსაც სხვა კუთხიდან აფასებს. საპატიმროების გადავსებას ნადირაძის აზრითაც ერთი კონკრეტული მიზანი აქვს. ну фактია რომ ევანდელი ხელისუფლება დააპირებით რომ ეს გადავსებული ციხეები რომელზეც მაშინ აკეთებდა პრეტენზია აღარ იქნებოდა გადავსებული თუმცა ხედავთ რომ დღეს გარკვეული მდგომარეობა პრაქტიკულად ყველა ციხეში რატო იმიტომ რომ ბიჭინა ივანიშვილის გადმოსახედიდან ევანდელ საქართველოში ხალხის ერთადერთი ადგილი ციხეშია და სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს გადაავსოს გადადენოს ციხე ხოლო თავისუფლებაზე მყოფი ადამიანები გვიგვიდან უბრალოდ გააქციოს ეს არის ის ხალხია ამიტომ გვჭირდება ყველას ერთად მოქმედება ბრძოლა რომ ეს მარაზმი რომელიც დღემდე გრძელდება ქვეყანაში რაც შეიძლება მალე დაწესებულიყო. რა არის გამოსავალი? რამდენად ეფექტურია კრიმინალთან თუ ნარკომანიასთან ბრძოლა მხოლოდ მკაცრი საპატიმრო სასჯელებით, მით უმეტეს მაშინ, როცა საზოგადოება სამართალს ითხოვს. სისტემის რეპრესიულობას ყველაზე მკაფიოდ არაადეკვატური სასჯელები აჩვენებს. ჩემ მეუღლე დაახლოებით არის 10 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფება. პროგრამის ნარკოტიკზე, ანუ თავისი წილი, რაც ეკუთვნოდა ერთი ცალი გამოიტანა გარეთ. და ამ ერთი ცალის გულიზე 15 წელი მოგვისაჯეს და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად დიდი სასჯელი და ველოდებით საყოველთაო ამინისტიას იქნება მოგვაქციონ ყურადღება პატიმრების ოჯახის წევრებს, რომ უბრალოდ წლები მაინც შეგვიმსუბუქონ, წლები მაინც მოგვაკლონ. ეს რეპორტაჟი არ არის სისხლის სამართლის საქმეებში დაშვებულ შეცდომებზე, ან იმაზე, სამართლიანად თუ უსამართლოდ გაუშვეს ადამიანები ციხეში. ეს რეპორტაჟი არის კონკრეტულ ფაქტზე, პატიმართა მკვეთრად გაზრდილ რაოდენობასა და გადაჭედილ საპროფილებზე. ყველას, ვისი ოჯახის წევრიც გისოსებს მიღმა, მიაჩნია, რომ ეს პატიმრობა უკანონოა. ზუსტად გავაგზავნეთ 5 შეწყალება, პრეზიდენტის სახელზე ასევე მამაოს დაწერილი შეწყალებაც გავაგზავნეთ, რეგებო რაღაც ყოფილიყო მამაოს შეწყალების მხრივაც, მაგრამ არც ერთი პასუხი არ მიგვიღია დღემდე ველოდებოდით, რომ რაღაც იქნებოდა, მაგრამ არაფერი არ გაგვიმართლა ამ ეტაპზე. განხილვაშიაო რამდენი დავრეკე აი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ პასუხი აქვს, განხილვაშია და ელოდეთ პასუხს. მაგრამ დღემდე არაფერი პასუხი არ მოსულა ჩვენამდე. ყაველაშვილთან ერთხელ დავწერეთ და თუ ორჯერ დავწერეთ კი და რა ვიცი, მთელი ხალხის ჩვენებები ეს მთელი უბანი ფეხზე დადგა ხელის მოწერებით და აი რა ვიცი, იმოდოლა ხალხმა ხელი მოაწერა თავი პირადობებით მთელმა სოფელმა, რომ ძალიან კარგი ბავშვი არის, ოღონდ რომ გამოუში თუ ეს ბავშვიო მომავალს უნდა უკარგავ. არანაირი შვილო არაფერი არ იყო. ბექა ნადირაშვილი 20 წლის იყო, როცა ხელბურკილები დაადეს. ის უკვე მე-5 წელია გლდანის ციხეში ზის. დედა ამბობს, რომ მის შვილს სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობა დააბრალეს. დანაშაული, რომელიც მისი თქმით საერთოდ არ ჩაუდენია. სიღარიბეში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახი ყაველაშვილის ადმინისტრაციას მხოლოდ შეწყალებას არ თხოვს. ისინი საქმის ხელახალ გამოძიებას და ნამდვილი დამნაშავის პოვნას ითხოვენ, რომელიც ამ დრომდე თავისუფალია.
თვითონაც ვერ ისმენეს ბავშვმა იქ დაიწყო მუშაობა. ციხეში დაიწყო მუშაობა? რას აკეთებს? რა ვიცი, აი ეს რაღაცა კარტოჩკებსა და იმეებს მიაკდა, ამოწმებს და აი რა ვიცი, ემსახურება პატიმრებს. ვიცი, ყველა დედას უყვარს შვილი, მაგრამ ნეტა ვციკითხოთ და აი მაგის ისტორია იცოდეთ, ძალიან უთქმელი ბავშვი და ის დაბალი ღობე ნახეს და ამ საცუდაო ბავშვზე წააქციეს ეს ყველაფერი. პატიმრები პატიმრებად რჩებიან, ჯერ ერთი სამ მაგათ დასჯილები, გაბერილი და გაზვიადებული ბრალდებებით, მეორეც კიდენ განიცდიან იმ ციხეებშიც იგეთივე იმას, ზეწოლებს, უსამართლობას და ყველანაირ ძალადობას და ჩვენ ამ პატიმრების მშობლები და ახლობლები ვისჯებით ისევე, როგორც ისინი. რამდენი ათასი, რამდენი ამნისტიას და შეწყალებას. დიახ, გვაკმარეთ. დინარაძე, გვაკმარეთ, კობახიძე, პაპუაშვილო, გვაკმარეთ ის უბედურება, იგივე ჩემი შვილის მიმართ. სისტემა გაიჭეთა. სასამართლოს, სისხლის სამართლის, საქმეების გარდა განსახილველად უამრავი სხვა საქმეც დაემატა. მაგალითად, სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების თუ ტროტუარზე დგომისთვის დაჭერილი აქტივისტების საქმეები. დროებითი მოთავსების იზოლატორებში ხშირად ადგილიც კი არ არის, რადგან გამოგონილი საბაბით დაკავებულებს რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული სასჯელის მოხდა სწორედ იზოლატორებში უწევთ. ადვოკატები აცხადებენ, რომ შეწყალების მოთხოვნით გაგზავნილ განცხადებებს ნორმალურად არც კი სწავლობენ. არავინ კითხულობს მასალებს და არავინ ითვალისწინებს კონტექსტს. 70% მიახლოებით უფრო მეტია, მაგრამ არის ოჯახურ ძალადობაზე. რაც ემსახურება ქართული ოჯახის ნგრევას. ბავშვები უმამოდ დატოვეს, ქალები უქმროდ. 70% მიახლოებით 100,000 კაცამდე იქნება გასამართლებული 2013 წლიდან დღემდე. მეკითხებით, რომ ყაველაშვილი რატომ არ აკეთებს შეწყალებებს, ხომ? რატომ არ აკმაყოფილებს განცხადებებს, შეწყალების მოთხოვნის შესახებ? 50 განცხადება მაქვს დაწერილი. არ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ თვითონ არ არის დამოუკიდებელი და ბუნებითაც არ არის ქართველი, მისი იურისტი არ არის. მან არ იცის რა არის სასჯელი, მისი მიზანი, არ იცის სახელმწიფო რა არის. ზოგადად იუსტიცია რა არის, კრიმინოლოგია რა არის. არის პიროვნება, არის ჩვეულებრივად დანიშნული პიროვნება. ციხეების გადავსება პირდაპირ აისახა პატიმართა ყოველდღიურობაზე. პრეტენზია ბევრია, თუმცა არსებობს შესაძლებლობების ზღვარიც. ციხის თანამშრომლებს ხშირად ფიზიკურად უჭირთ პატიმართა ასე დიდ ნაკადებთან გამკლავება. ამას თორნიკე თოშხუა გვიყვება. აქციების სტაჟიანი მონაწილე, რომელიც ციხიდან ახლახანს გამოვიდა. კვირაში ხდება ორჯერ საშხაპეში გაყვანა. ეხლა მე რას შევხედე და რა ხდება, ანუ საშხაპეში გაყვანა კი არა, იქ პრობლემა მაგაზე ხო, ანუ უკმაყოფილება დიდად ვერ გამოხატა მაგ ფორმით, იმიტომ რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი გარემოებებია, რასაც ყურადღებას აქცევ. აი მაგალითად დარეკვების ვერ ხდება ადმინისტრირება, რომ ადამიანს შეეძლოს ყოველდღიურად დასარეკად გასვლა, იმიტომ რომ დგას ერთი აპარატი და ეს სისტემაში იმდენი ადამიანია, რომ იქ გასულ წესით 15 წუთი გაქვს დღიური ნორმირებული, შენ პირადად შეგიძლია 15 წუთი გამოიყენო შენი დასარეკი დროიდან. მაგრამ ყველამ 15 წუთით დარეკვის დროით ისარგებლოს, იქ შეიძლება 4 საკანზე მეტმა ვერ მოასწროს დარეკვა. ყოფილი პატიმარი გვიხსნის, რომ გადატვირთული ციხე მხოლოდ ერთ საკანში ბევრ ადამიანს არ ნიშნავს. ციხის ექიმები და ბადრაგები ფიზიკურად ვერ ასწრებენ ყველა მსჯავრდებულისთვის სამედიცინო დახმარების დროულად გაწევას. აი სტომატოლოგიური მომსახურებას საჭიროებდი და მოხდა ისე, რომ როცა მოვითხოვე ეს და უკვე მოვიდა ჩემი დრო, როცა ეს სტომატოლოგიური მომსახურება უნდა მიმეღო, ის აპარატურა, რაც ამ სტომატოლოგიური მომსახურებას სჭირდებოდა, არ იყო მწყობში. მათ შორის მოუწია ამ სტომატოლოგს სხვა ადგილიდან ამ თხოვნა ამ საბჟენ ტექნიკის რაღაც ნაწილის, რომ ეს ტექნიკა გამართულიყო და მწყობში მოსულიყო და თან ეს სტომატოლოგი მუშაობს მარტო. არის იქ აი დაბჟენის შემდეგ სპეციალური აპარატურა, რომელიც ლურჯი ნათებით რაღაც ცდილობს ამ კონკრეტული სტრუქტურის გამყარებას და აღნიშნულ აპარატურას რომ ოფიცერი უჭერს ამ სტომატოლოგს, ეს უკვე ნათლად დასაქმელია, რომ შესაბამისი პერსონალი აკრია კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებას რა და შენი თვალით უყურებ და შენი თვალით აღიქონ რა. პატიმრობის 10 თვიან
გამოცდილებაზე ყოფილი საჯარო მოხელე რუსთაველის გამზირზე გვიყვება. ზუსტად იმ ადგილას, სადაც დგომა ქართულმა ოცნებამ დანაშაულად აქცია. თორნიკე თოშხუა ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლად ითვლება, თუმცა ეს მხოლოდ დღეების საკითხია. საჯარო მოხელე იყავი, ხო? შემოსავლების სამსახურის დღესაც რომ მოქმედი აუდიტორი ვარ, მანამდე სანამ ჩემინებით არ წამოვალ მაგ სისტემიდან და მოვიკითხავ ჩემებს შემოსავლებშიც და აუს იქაც ანუ ხმის ამოღება. დიდ იქ მხარდაჭერას? კი, ანუ კი იქ გძნობდი. პატიმართა რჩენა მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს ძიმე შრომის ფასად უწევთ. ამას კამერის წინ ხმამაღლა არავინ ყვება, თუმცა პირად საუბრებში ახლობლები აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულების პირადი ბარათის შევსების გარდა უწევთ თანხების გადარიცხვა სხვადასხვა ანგარიშებზე. რათა პატიმრები ციხეში კრიმინალური სამყაროს ეგრეთ წოდებულმა მაყურებლებმა არ შეაწუხონ. არაფორმალურ მმართველობას აქვს ადგილი და პატიმრებს ეკრძალებათ ციხის პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი საჩივრის დაწერა. ანუ შეიძლება მათ აწუხებდეთ ციხის მრავალი პირობა, მაგრამ მათ ამის გარშემო საჩივრის წარდგენის არაფორმალური უფლება წართმეული აქვს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ეს განსაკუთრებით საგანგაშოა და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველმა გამოიყენოს პრევენციული მონიტორინგის მექანიზმები. ამნისტია, შეწყალება და ვადაზე ადრე გათავისუფლება. არაერთი მექანიზმის არსებობის ფონზე ციხეში პატიმართა რაოდენობა მზარდია. მმართველი რეჟიმი გამოსავალს როგორც ჩანს მხოლოდ ადამიანების იზოლაციაში ხედავს.